კეთილი იყოს შენი მობრძანება, დღეს ვუღრმავდებით მასალებს კონტრაცეფციაზე. ანუ ნახავთ რა ვარიანტებია, რა პლუსები და მინუსები აქვს თითოეულს. ზუსტად. მიზანია რომ ამ ინფორმაციის ანალიზში დაგეხმაროთ. ვნახოთ როგორ მუშაობს, რამდენად ეფექტურია, რა უნდა იცოდე, სანამ აირჩევ. ხო და მნიშვნელოვანია გვახსოვდეს თავიდანვე რომ კონდომები ერთადერთია რომელიც სეგეგესგანაც იცავს. გასაგებია, მოდი დავიწყოთ მაშინ ბარიერული მეთოდებით. ესენია კონდომები, ხომ? გარე და შიდა. კი, კონდომები დიაფრაგმა, საშუალოსმოს ყელის ჩაჩი, სპერმიციდთან ერთად როგორც. ხო, და კიდევ ღრუბელი, სპერმიციდები ცალკეც, გელი, კრემი, თუმცა ამბობენ ჯობს სხვა მეთოდთან ერთადო. კი, სპერმიციდები ცალკე ნაკლებად ეფექტურია. და არის კიდევ ვაგინალური pH რეგულატორი გელი. ეს ახალია შედარებით. ეგ როგორ მუშაობს? ეს ცვლის მჟავიანობას საშოში, ანუ სპერმატოზოიდებისთვის არახელსაყრელ გარემოს ქმნის, მაგრამ არ კლავს მათ პირდაპირ და არ აღიზიანებს, რაც პლუსია. საინტერესოა. ანუ ბარიერულების თავარი უპირატესობა რა არის? პირველ რიგში უსაფრთხოა. ჰორმონები არ არის შიგნით. ციკლზე არ მოქმედებს. და ბევრი მათგანი, კონდომები, ზოგი, სპერმიციდი რეცეპტის გარეშეც იყიდება. ხო, ეგ მოხერხებულია, მაგრამ ეფექტურობაზე რა სიტყვი? ეგ არის მთავარი გამოწვევა. ეფექტურობა მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორად და რაც მთავარია თანმიმდევრულად იყენებ, ანუ ყოველი სქესობრივი აქტის დროს. თუ რაღაც შეგეშალა ან დაგავიწყდა, ეფექტურობა მკვეთრად ეცემა. გასაგებია, ანუ მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს მომხმარებლისგან. კი, ნამდვილად. ზოგადად სხვა მეთოდებთან შედარებით ცოტა ნაკლებად ეფექტური გამოდის რეალურ ცხოვრებაში. სწორედ ამის გამო. კარგი. მაშინ გადავიდეთ იმ მეთოდებზე, რომლებიც ნაკლებ ყოველდღიურ ჩარევას საჭიროებს. ლარკები, ხანგრძლივი მოქმედების შექცევადი კონტრაცეპტივები. ხო, ესენია საშუალოსნოს შიდა მოწყობილობები, ანუ სპირალები და იმპლანტი. სპირალები ვიცი, სპილენძის და ჰორმონული არსებობს, ხო? დიახ, სპილენძის სპირალი ჰორმონებს არ შეიცავს და შეიძლება 10 წელზე მეტხანსაც იმუშაოს. ჰორმონული სპირალი კი შეიცავს პროგესტინს, ეს ქალის ჰორმონია, და მოქმედებს 3-დან 8 წლამდე. მოდელზეა დამოკიდებული. და იმპლანტი? იმპლანტი პატარა მოქნილი ღეროა, რომელიც კანქვეშ თავსდება, როგორც წესი მხარზე. ისიც პროგესტინს გამოყოფს და დაახლოებით 3 წელი მოქმედებს. ამათი მთავარი პლუსი ალბათ ეფექტურობა, არა? კი, ნამდვილად. ესენი ყველაზე ეფექტურ მეთოდებად ითვლება. ორსულობის რისკი წელიწადში 1%-ზე ნაკლებია. იმიტომ რომ ფაქტობრივად აღარაფერია დამოკიდებული შენს ყოველდღიურ ქმედებაზე. ერთხელ ჩაიდგამ და მუშაობს. ჩასვიდა დაივიწყე პრინციპი. ძალიან მაცდურად ჟღერს, მინუსები? პირველი ის, რომ სეგისგან არ იცავს. ამიტომ თუ რისკი არსებობს, კონდომი მაინც საჭიროა. მეორე, საჭიროებს სამედიცინო პერსონალის ჩარევას, ანუ ექიმმა უნდა ჩაგიდგას და ამოგიღოს. და გვერდითი ეფექტები? ახსენე ჰორმონები. ხო, შეიძლება კონდას. მაგალითად, ჰორმონულმა სპირალმა შეიძლება შეამციროს მენსტრუალური ტკივილი და სისხლდენა. ზოგ შემთხვევაში საერთოდ გააქროს მენსტრუაცია. სპილენძის სპირალმა კი პირიქით ზოგ ქალში შეიძლება ცოტა გაახშიროს ან გააძლიეროს სისხლდენა და ტკივილი, განსაკუთრებით თავიდან. იმპლანტმაც შეიძლება გამოეწვიოს არარეგულარული სისხლდენა. ანუ ესეც ინდივიდუალურია. რა თქმა უნდა, ყველას ორგანიზმი განსხვავებულად რეაგირებს. გასაგებია. ეხლა, ჰორმონულ მეთოდებზე რომ საუბრობთ, ლარკების გარდა ხო არის სხვა ვარიანტებიც? აბები მაგალითად. კი ბატონო. აბები, პლასტირი, ვაგინალური რგოლი და ინსექციები. ესენიც ჰორმონალურია, მაგრამ მოკლევადიანი მოქმედების. აბები ყველაზე ცნობილია ალბათ. ყოველდღე უნდა მიიღო, ხო? კი, აბები ყოველდღიურია. არსებობს კომბინირებული, ანუ ესტროგენსაც შეიცავს და პროგესტინსაც და არის მხოლოდ პროგესტინის აბები. სხვათა შორის ზოგი პროგესტინის აბი ზოგიერთ ქვეყანაში რეცეპტის გარეშეც ხელმისაწვდომი ხდება. პლასტირი და რგოლი? პლასტირს იკრავ კანზე და ცვლი კვირაში ერთხელ. 3 კვირის განმავლობაში. მეოთხე კვირა შესვენებაა. რგოლი თავსდება საშოში და იცვლება თვეში ერთხელ. ისევ 3 კვირა გამოყენება, 1 კვირა შესვენება. ინექცია კი 3 თვეში ერთხელ კეთდება, არა? დიახ, ინექცია 3 თვეში ერთხელ კეთდება და მხოლოდ პროგესტინს შეიცავს. ამათი ეფექტურობაც მაღალია. ძალიან მაღალია. ოღონდ ისევ და ისევ თუ სწორად იყენებ.
აბების შემთხვევაში თუ დაგავიწყდა მიღება, პლასტირის გამოცვლა, რგოლის ჩადგმა ამოღება დროულად, ეფექტურობა იკლებს. ანუ აქაც მომხმარებელზეა ბევრი რამ დამოკიდებული. კი, თუმცა ლარკებთან შედარებით ცოტა მეტი მოქნილობაა. შეწყვეტა უფრო ადვილია. ასევე, ამ მეთოდებს შეუძლიათ მენსტრუაციის დარეგულირება, ტკივილის შემცირება. მაგრამ ალბათ უკუჩვენებებიც აქვს, განსაკუთრებით ესტროგენის შემცველ მეთოდებს. დიახ, ესტროგენის შემცველი მეთოდები, კომბინირებული აბები, პლასტირი, რგოლი, ყველასთვის არ არის რეკომენდებული. მაგალითად, 35 წელს ზემოთ მწველებისთვის გარკვეული დაავადებების დროს, როგორიცაა თრომბოზის ისტორია, ზოგიერთი ტიპის შაკიკი აურით. ანუ ექიმთან კონსულტაცია აქაც აუცილებელია. აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, გასათვალისწინებელია სხვა წამლებთან ურთიერთქმედებაც. ზოგმა წამალმა შეიძლება შეამციროს კონტრაცეპტივის ეფექტურობა. გასაგებია. კარგი, ახლა გადავიდეთ მუდმივ მეთოდებზე. ეს როდის არის გამართლებული? ეს არის სტერილიზაცია. ქალებისთვის ეს არის მილების ლიგირება, ანუ გადაკვანძვა, ან ბოლო დროს უფრო ხშირად სალპინგექტომია, ანუ მილების სრული ამოკვეთა. მამაკაცებისთვის კი ვაზექტომია, რაც თესლგამტარი სადინრების გადაკვეთას ან ბლოკირებას ნიშნავს. ეფექტურობა ალბათ თითქმის 100%-იანია. კი, ძალიან ეფექტურია. მაგრამ აქ მთავარი სიტყვაა მუდმივი. ეს არის ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება. თეორიულად ზოგიერთი პროცედურის შებრუნება შესაძლებელია, მაგრამ ეს ძალიან რთული ძვირადღირებული პროცესია და წარმატება გარანტირებული არ არის. ანუ ეს ვარიანტია მათთვის, ვინც აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ მეტი ბიოლოგიური შვილი აღარ სურს. ზუსტად. და რა თქმა უნდა, ეს მეთოდებიც არიცავს ზგგისგან. ვაზექტომიის შემდეგ სხვათა შორის საჭიროა გარკვეული პერიოდი და შემდეგ სპერმის ანალიზი, რომ დადასტურდეს ეფექტურობა. გასაგებია. და ბოლოს გადაუდებელი კონტრაცეფცია. რა შემთხვევაში გამოიყენება? ეს არის Plan B. ასე ვთქვათ. გამოიყენება დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ, ან თუ ჩვეულებრივი კონტრაცეპტივი არასწორად გამოიყენე ან გაფუჭდა, მაგალითად კონდომი გაიყა. მიზანია ორსულობის თავიდანაცილება უკვე მომხდარი აქტის შემდეგ, რაც შეიძლება მალე უნდა გამოიყენო. რა ვარიანტებია აქ? ყველაზე ეფექტური მეთოდი აქაც სპირალის შადგმაა, ოღონდ სპილენძის. ეს შეიძლება გაკეთდეს აქტიდან 5 დღის განმავლობაში. ასევე არსებობს გადაუდებელი კონტრაცეფციის აბები. ყველაზე გავრცელებულია ლევონორგესტრელის აბები, მაგალითად Plan B, რომელიც რეცეპტის გარეშე იყიდება ბევრგან. და ეფექტურია 3-5 დღემდე, თუმცა ეფექტურობა დროთა განმავლობაში კლებულობს. არის კიდევ ულიპრისტალის აცეტატი, ELA, რომელიც უფრო ეფექტურია, განსაკუთრებით 3-დან 5 დღემდე პერიოდში და ხშირად რეცეპტს საჭიროებს. ზოგჯერ ჩვეულებრივი კონტრაცეპტული აბების მაღალი დოზას გამოიყენება, მაგრამ ეს ნაკლებად ეფექტური და მეტი გვერდითი ეფექტის მქონე მეთოდია. ეფექტურობაზე რა მოქმედებს აქ? დრო, რაც მალე მიიღებ მით უკეთესი. ასევე ციკლის ფაზა თუ ოვულაცია უკვე მოხდა, აბები შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს და ზოგიერთ კვლევაში აღნიშნავენ, რომ წონამაც შეიძლება იმოქმედოს ლევონორგესტრელის ეფექტურობაზე. ნიშნულოვანია გვახსოვდეს, რომ ეს არ არის რეგულარული კონტრაცეფციის მეთოდი, ხომ? არავითარ შემთხვევაში, ეს მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევებისთვისაა. გასაგებია. ამდენი ინფორმაცია, ამდენი ვარიანტი, როგორ უნდა შეარჩიოს ადამიანმა მისთვის შესაფერისი? აი ეგ არის ყველაზე მთავარი და ყველაზე პირადი კითხვა. არ არსებობს ერთი პასუხი ყველასთვის. შენ თვითონ უნდა დაფიქრდე, რა არის შენთვის პრიორიტეტი. ეფექტურობა, რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის მაქსიმალური დაცვა, გამოყენების სიმარტივე, გინდა რამე რაზეც ყოველდღე არ იფიქრებ, თუ მისაღებია შენთვის ყოველდღიური აბი ან ყოველი აქტის წინ რამის გამოყენება? გვერდითი ეფექტები გასათვალისწინებელია ალბათ. ჰორმონები გინდა თუ არა? რა თქმა უნდა. ხარჯებიც ზოგი მეთოდი თავიდან ძვირია, მაგრამ გრძელვადიანად დიაფი გამოდის. მომავალი რეპროდუქციული გეგმები, გინდა თუ არა შვილები მომავალში. ძუძუთი კვედავ თუ არა? STI-სგან დაცვის საჭიროება. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. და ბოლოს, რამდენად თანმიმდევრულად შეძლებ მის გამოყენებას. იყავე გულწრფელი საკუთარ თავთან. ამ ყველაფრის გათვალისწინება და შემდეგ ექიმთან ან ჯანდაცვის პროვაიდერთან საუბარი საუკეთესო გზაა, რომ იპოვო ის, რაც შენ ცხოვრების წესს და საჭიროებებს ყველაზე კარგად მოერგება. მაშასე, შევაჯამოთ. ჩვენ მიმოვიხილეთ კონტრაცეფციის მეთოდების ფართო სპექტრი. დავინახეთ, რომ არის ბარიერული მეთოდები, რომლებიც ყოველ ჯერზე ყურადღებას მოითხოვს.
არის ხანგრძლივი მოქმედების ჩასვი და დაივიწყე ტიპის მეთოდები ძალიან მაღალი ეფექტურობით. ასევე სხვადასხვა ჰორმონული ვარიანტები, აბები, პლასტირი, რგოლი, ინექცია, რომლებიც ასევე ეფექტურია სწორი გამოყენებისას. და ბოლოს მუდმივი მეთოდები მათთვის, ვინც დარწმუნებულია თავის გადაწყვეტილებაში და გადაუდებელი კონტრაცეფცია ფორს-მაჟორული სიტუაციებისთვის. მთავარი დასკვნა ალბათ ისაა, რომ იდეალური მეთოდი, რომელიც აბსოლუტურად ყველას მოერგება, უბრალოდ არ არსებობს. ზუსტად, მთავარია იპოვო შენი პირადი ბალანსი, ეფექტურობას, მოხერხებულობას, გვერდით ეფექტებს, შექცევადობას, საგიზგან დაცვასა და შენ ცხოვრების სტილს, ჯანმრთელობასა და გეგმებს შორის. და ბოლოს ერთი კითხვა დავსვათ. რაზეც შეიძლება დაფიქრდე? ჩვენ ვისაუბრეთ სამედიცინო ფაქტორებზე, ეფექტურობაზე, გვერდით ეფექტებზე, მაგრამ როგორ ფიქრობ, რამდენად მოქმედებს ამ მეთოდების ფასი, მათი ხელმისაწვდომობა, შენს ქალაქში თუ სოფელში, ან თუნდაც საზოგადოებაში გავრცელებული აზრები და სტერეოტიპები იმაზე, თუ რომელ მეთოდს ირჩევენ საბოლოოდ ადამიანები ამ სამედიცინო ასპექტების მიღმა?